კრემლიდან სიგნალები გააქტიურებულია და ამ ფონზე ჩვენ დავუკავშირდით მამუკა ფიფიას, პრორუს ბიზნესმენს, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის დამფუძნებელს, რომელიც ძალიან აქტიურად ემხრობა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ის არის ერთ-ერთი ინიციატორი რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი ორის მსგავსი შეთანხმების დადების შესაბამისად. ჩვენ დავინტერესდით, აქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია მამუკა ფიფიას მიმდინარეობს თუ არა რაიმე ფარული მოლაპარაკებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, თუნდაც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე, ვინაიდან ცალსახაა და ჩანს ის, რომ ღიად ასეთ შეთავაზებებს უკეთებს კრემლი ქართულ ოცნებას, თუმცა ჯერჯერობით აქედან პასუხი არ არის. ფარულ მოლაპარაკებებზე, როგორც ფიფია გვეუბნება, ჯერჯერობით არ მიმდინარეობს რაიმე მსგავსი საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. დღეს სამწუხაროდ არ არის არანაირი კონტაქტები რუსეთ და საქართველოს შორის. ეს უფრო გავს ვაჭრობას საჯარო სივრცეში. მე მინდა მოგახსენოთ, რომ რუსულ მხარეს დღეს უკეთესი შეთავაზება აქვს ქართული მხარესთვის, ვიდრე ეს იყო ზაფხულში. არ არის გარანტია, რომ ხვალ იქნება უკეთესი. ამიტომ დროა დავსხდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები. რას უკავშირდება ახლა კრემლის გააქტიურება? ანალიტიკოსებს, სპეციალისტებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვს, თუმცა თანხმდებიან ძირითად ნაწილზე, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიცვალა მოცემულობა, შეიცვალა ძალთა ბალანსი, ვნახეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაფორმება შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, ახლა რუსეთი ცდილობს ანალიტიკოსების შეფასებით, რომ სამხრეთ კავკასიაში საკუთარი საყრდენი არ დაკარგოს და ამ საყრდენს ახლა ქართულ ოცნებაში ხედავს. აშინელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს გამოეცალოს. ტოკაევი ნელა, მაგრამ ძალიან სისტემურად ახდენს ყაზახეთის ჩამოშორებას რუსეთის ერთიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემიდან, სადაც ის იყო ინტეგრირებული. ანუ ის ქვეყნები, ვინც რუსეთის თითქმის პარტნიორები არიან, დღეს აპირებენ, რომ ალტერნატივები ერჩათ და ჩვენ ქვეყანა, რომელსაც ალტერნატივა ჰქონდა და ეს ძალიან ძლიერი ალტერნატივა იყო იგივე ჩვენი ევროპელი და ასევე ამერიკელი პარტნიორების სახით, ამის მაგივრად რუსეთთან მივდივარ ძალიან შეგნებულ დაახლოებაზე. არც მომტანი არ არის, ერთიც ფინანსურად არც არ მოგვიტანს. ეს მეორე ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას რუსეთთან ძალიან მაღალი ფასი აქვს. ანუ რუსეთი როცა დაიწყებს, დაამთავრებს ხოლმე მაშინ, როდესაც შენ გახდები მის მიერ კონტროლებადი ტერიტორია. ხელიდან ეცლება დასაყრდენი წერტილები, ვენესუელა, სირია, ეხლა ირანის ჯერი დადგა. ამიტომ დღეს აი ამ წარმატებით დიპლომატიური ურთიერთობების დამხარებით საქართველოსთან და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ძალიან არის დაინტერესებული. მაშინ რაღაცა ფასიც უნდა გადაიხადოს. დღეს ელჩი ყავს სოხუმში, ელჩი ყავს ცხინვალში, ამ პირობებში ვერანაირად ვერც ერთი მთავრობა დარწმუნებულად ვერ დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, რომ თბილისშიც კიდე რაღაც საელჩო გაიხსნას. საერთაშორისო ურთიერთობებში ბოდიში ნიშნავს დანაშაულის აღიარებას. თუ დანაშაული გაქვს ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა გადაიხადოს. სახელმწიფოები იხდიან თავიანთი ტერიტორიით. ხო ეს ქართულ ოცნებას აქვს არა დაწყებული. როცა ფაქტობრივად ქართული ოცნება აღიარებს, ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამი საელჩოს არსებობას, ბუნებრივია რუსეთისთვის ეს არის სიგნალი, რომ მათ შეუძლიათ ილაპარაკონ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, ოღონდ საქართველოსთან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. კრემლის გააქტიურებამ და იყო ირაკლი კობახიძის პოლიტიკური სვლა, კერძოდ მოსკოვში მან საქართველოს ინტერესების სექციის ინტერესების დამცველად, ასე ვთქვათ, გააგზავნა ალექსანდრე წულაძე, განათლების ყოფილი მინისტრი. მას არანაირი დიპლომატიური გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად ჩნდება კითხვა, რა მისია აქვს რეალურად ალექსანდრე წულაძეს, განათლების ყოფილ მინისტრს, თუმცა დღეს ამ კითხვაზე ჩვენ კონკრეტული პასუხი ირაკლი კობახიძისგან არ ვიგვიღია. ეთერში თათია წოწონავა საუბრობდა.